სალამი. დღევანდელი YouTube ფორმატი ალბათ სხვებისგან განსხვავებით ცოტა განსხვავებული იქნება. არ ვიცი ჯერ ავტვირთავ თუ არა, მაგრამ თუ ავტვირთე და თქვენს მოგეწონებათ მსგავსი რაღაც დღიურისავით და ჩანაწერებით გავაკეთო, სამომავლოდ. რომ მე როცა დავფერდები, უყურებ ხოლმე რა საკში რაზე ვფიქრობდი და როგორი შეხედულებები მქონდა ზოგადად ცხოვრებაში. დღეს ვისაუბრებ ალბათ ისეთ თემებზე, როგორიც არის კარიერა, სოციალური ქსელი და ასაკი. ცოტა კომფორტულად მოვსხდეთ. ნერვიულობ, გონია რომ რაღაცას ხელ ნერვიულობ, არ და თითქოს და პირველად კამერასთან არ ვარ. მაგრამ ხო, ალბათ ეს ვიდეო იქნება ყველაზე გულწრფელი ალბათ, რაც გადამიღია ოდესმე. მაქსიმალურად მინდა რომ აი ტვინში უცებ რა აზრიც მომივა, ან რაზეც დავფიქრდები ხოლმე, გავაზიარო და მაინტერესებს იპოვით თუ არა თქვენს საკუთარ თავს ამ ვიდეოში, ან უბრალოდ ამ მომენტში ახლა რასაც უყურებთ. გით რომ მიძინებდი და 1 საათი არ დამეძინა, მაგ კონკრეტულ მომენტებში ფიქრობდი ხოლმე, რაზე შეიძლება ესეთ ვიდეოში ველაპარაკო და რაზე არა. და პირველი დავფიქრდი კარიერაზე. ჩემს გამოცდილებას მოგიყვებით, როგორ აღმოჩნდი აქ პანდემიის დროს, როდესაც გამომიშვეს სამსახურიდან და მოვყევი შემცირებაში. პირველი ვიდეო გადავიღე მაგაზე მახსოვს ზუსტად და ავტვირთე only-მიზე. მაგრამ შემდეგ უკვე თავიდან მეუბნებოდა ჩემი მეგობარი, რომ აი ვიდეოების გადაღება დაიწყე, ეს შენში ზის რაღაც და მეც ვეუბნებოდი, რომ აუ TikTok-ი კრინჯია და გთხოვ მანდ ვინების ტვირთავ ვიდეოებს რაღაცა გოიმები არიან და ამ შემდეგ და ამ სამსახურიდან რომ გამომიშვეს, მანდ რო ავტვირთე პირველი ვიდეო რაღაც ცოტა სხვა ფორიუზე აღმოჩნდი და მეგონა რომ ოკეი, რაღაცა საჩემოს არის აქ. ნუ დროთა განმავლობაში დავიწყე ვიდეოების გადაღება, ვარ ძალიან აზარტული, 1000 ნახვიდან წავედი, მე 5000 ნახვა მინდა, 5000-დან წავედი 10000 ნახვა მინდა, 10000-დან წავედი, აბა თუ შევძებ 20000, მომენტებში მაინც იყო ხოლმე რომ აი რაღაც 20000 ნახვის შემდეგ ქონა 1000 ნახვა და მითქი არ დანებდე მამი, შენ შეძლებ ამას, შემდეგი 40000-ია და ერთ-ერთი ვიდეო გამივარდა გლობალზე. ამასობაში უცებ 20000 გამომწერი მყავს და მომწერს პირველ თანამშრომლობაზე. და კომპანია შეგნებოთ არ ვიტყვი და მეთქი ოკეი, რაღაც სერიოზული ხდება აქ და აი მაგის შემდეგ უკვე TikTok-ს აღარ ვუყურებდი როგორც მხოლოდ გასართობ პლატფორმას და ოკეი, რაღაც შეიძლება გამოვიდეს აქედან. მაგრამ რატომ აქვს ახლა ეს კარიერაზე საუბარი რა? რავი, 5 წელია უკვე ამ საქმეს ვაკეთებ, ძალიან მომწონს, მაგრამ დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ეს პროფესია არის ძალიან მარტივი, მაგრამ გეტყვით რომ არა, არის ძალიან დამღლელი და ყველაზე დამღლელი არის ის, რომ ეს ყველაფერი გადაგდის ჩვევაში, რაც არის სკროლვა. ბოლო დროს სულ ამბობ, რომ აი ძალიან ბევრი სკროლავ და რამე მიშველეთ, იმიტომ რომ ოფიციალურად სულ სკროლავ. და თან რა არის სტუდია იცით, რომ ადრე როდესაც სკროლავდი, რაღაც ინსპირაციას ვიღებდი, გადავაკეთებდი საჩემოდ. ახლა იმდენად ბევრი ინფორმაცია არის, ინსპირაცია რაღაცას ვერ მიიღებ. მარტივს რადგან ვლაპარაკობდი, რომ ბევრს გონია რომ მარტივია თქვა, აი ფიქრობთ, რომ აი შეავ დავდე აქ კამერა, რაღაც ჩავრთე მიკროფონი და ვლაპარაკობ. არა. ეს ხომ მოსაწყენი არის თუნდაც აი რაღაცა ისე პირდაპირ რომ მიყურებთ ამდენი ხანი. შემდეგ მე ვდგებით, უნდა შევცვალოთ კადრი, მოიცა გავასწორო და მეც კომფორტულად ვიქნები. ხო, ადაკი გადაიღე დაამონტაჟი, ატვირთებ შოუ. კრეატორობას რაც მოყვება არის ის, რომ აი დავუშვათ, წავედით სამოგზაუროთ აქ. და ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ აი შენ რა განაღლება, ეხლა იქ ისვენებ, იქ მიდიხარ, ამას ნახულობ. არა, კი, ნახულობ, კი, მოგზაურობ, კი, კარგია ძალიან, მაგრამ რასაც ვერ ხედავს ხალხი, ალი რომ აი თუნდაც გუში სასტუმროში შემოდგი თუ არა, ფეხი ეგრევე ვიდეო გადავიღე. როცა შემეძლო რომ ხო შეიძლება რომ შემოხვიდე, იბანაო, წამოწვე. არა, პირველი შემოვიდი, ვიდეო გადავიღე, დავამონტაჟე, მეთქი ცოტა თავისუფალი დრო მაქვს თქო და აი ოფიციალურად 2 თუ 3 საათი ვიყავი ტელეფონში. ამასთან ერთად მოყვება მენტალური დატვირთვა. ფსიქოლოგიურად არის ძალიან რთული, როდესაც ბევრი ადამიანი თუნდაც გიცობს, ეს არ გეგონოთ რომ ან წუწუნებ, ან რაღაც, უბრალოდ რაღაცები მინდა რომ ჩემი თვალითაც დაგანახოთ რას როგორ ფიქრობ მე. მაგალითად მე ხა დამიწყო არა მქონდა ისედაც არ მოვიტყუები, მაგრამ overthinking რაც მქონდა გამიმძაბდა. მუდმივი კრიტიკა გაქვს საკუთარ თავთან, რომ აი ეს ვიდეო შეიძლება და უკეთესი ყოფილიყო, ან მაგალითისთვის რომ არასაკმარისად კარგ ვიდეოებს ვიღებ, ვიღაც უფრო მჯობნის, მე იმდენად კრეატიული არ ვარ, აი იმან უკეთესი ნახვები დადო ვიდრე მე, შედეგები ჩემი არ მომწონს, გინდა რომ სულ ყოველთვის უკეთესი და უკეთესი და უკეთესი იყო და ეგ კრიტიკა კიდე ცალკე დამღლელია. ვთქვა თუ არასაკმარისად კარგი კონტენტის შექმნისთვის, ვცდილობ ხოლმე რომ მაქსიმალურად კრიტიკული არ ვიყო საკუთარ თავთან. და ვცდილობ ხოლმე რომ თუ დრო მაქვს, შევქმნა მაღალი ხარისხის კონტენტი, მაგრამ თუ დრო არ მაქვს, იმისთვის რომ ის
დავიკმაყოფილო რომ დღეს რაღაც ავტვირთე, შეიძლება მარტივად რაღაც ფილტრის ვიდეო გადავიღო და ავტვირთო. ცოტა კარიერაზე არ მელაპარაკია, ეხლა რომ მოგატყუთ ახლა ვიყავარაკეთ ჩემ პროფესიაზე. იმის თქვა მინდოდა კარიერასთან დაკავშირებით, რომ ძალიან კარგია, როდესაც შენ პროფესიით მუშაობ და იმას აკეთებ, რაც მთელი ცხოვრება გინდა რომ აკეთებდე. გუში ვიყავი სკოლაში ჩემთან და გავიაზრე, რომ 18 წლის ასაკში ძალიან რთულია იყო ის, რაც გინდა, თუ ბავშვობიდან არ იცი რა გინდა. მთელი ცხოვრება მინდა მსახიობობა. ამ მსახიობობის სურვილმა მიმიყვანა იქამდე, რომ თუნდაც კამერის წინ ვიდგე, რაღაცები ვილაპარაკო და ჩემს ესეც რაღაც კუთხით მსახიობობა არის. TikTok-იც მაგის გამო დავიწყე. შესაბამისად, მაინც რაღაც ახლოს აღმოჩნდი და მაგ კუთხით ძალიან ბედნიერი ვარ. ამიტომ კარიერა ყოველთვის უნდა ირჩიო იმის მიხედვით, რაც არის შენთან ახლოს, რაც არის შენი. და მაქსიმალურად ეცდები, რომ სულ გაუმჯობესდე და უფრო კარგი იყო, ვიდრე ის, რომ მე ეხლა რომ სამედიცინოზე ჩამებარებინა, პირველი პაციენტს მოვკლავდი. ან იურიდიულზე. არ მაინტერესებს, ჩემც არის ძალიან მოსაწყენი ეგ პროფესია თუნდაც. არ ვამბობ, რომ ზოგადად მოსაწყენია, მაგრამ ჩემც მოსაწყენია, ამიტომ მე რომ იურისტი ვიყო, ან მე რომ ექიმი ვიყო და ასევე სხვა განხრა, no. ძილისწირო ფიქრობდი ახლა ის თქვი და ახლა ის თქვი და ახლა ის ილაპარაკე და ის ილაპარაკე, მე რთული აღმოჩნდა. იმედი რაღაც გამოვა. ახლა რა თემასაც დავიწყებ, ეგ არის ზოგადად რის გამოც მომიდა ამ ვიდეოს ჩაწერა. ეს არის სოციალური ქსელები. ბოლო დროს არა და ზოგადად სულ სოციალური ქსელი არის უყალბესი ჩემთვის. და რატო? ჩემთვის დამღლელია ადამიანები, როდესაც პოსტავთ ისეთ რაღაცებს, რაც არის ყალბი. რა კუთხით? სულ გვინდა რომ ხალხს დავანახოთ ჩვენი კარგი მხარე, ან თუნდაც შეიძლება ისეთი მხარე, რომელიც საერთოდ არ გვაქვს. აი მე ეს მაჩუქეს, მე ეს ვიყიდე, ამას მივახციე, მე იქ ჩავაბარე. როდესაც ოჯახდებიან და ჩვენებენ როგორი ოჯახური იდილია აქვთ. ლიგამი რეკავს. როგორი ოჯახური იდილია აქვთ და უკარგესი ურთიერთობა და აი ისეთი რომ შეგშურდება და გვერდიდან სკროლავ და გონია რომ აი მე ესეთ შეყვარებული არასდროს არ მეყოლება იმას როგორც ეს უყვარს გამორიცხულია მე ეგეთი ვერ მექნება და ამის გამო სულ საკუთარი თავის შედარებაში ხარ ხვებთან მიმართებაში და რეალობა არის ის რომ ყველას აქვს კარგიც, ცუდიც, მაგრამ ცდილობთ მაქსიმალურად რომ სოციალური ქსელებიდან ვაჩვენოთ აი ჩვენი საუკეთესო ყველაფერი და ამიტომ ჩემს არის ძალიან qalbi. მე არ ვიცი თქვენ აკვირდებით თუ არა, მაქსიმალურად ვცდილობ რომ თუ ცუდ ხასიათზე ვარ ან რაღაც დეპრესიული შემოტევები მაქვს, კონტენტი შევქმნა მსგავსი სტილის, პირდაპირ არ ვამბობ ხოლმე რომ ტირი ან მიჭირს ან რაღაც, მაგრამ ხო რაღაც quote-ებს ვაზიარებ, ვიდეოს მქმნი მსგავსი სტილის, ამ მსგავს თემატიკაზე. ბოლო დროს ეს გამიჩნდა, რომ მე ვარ ის, ვინც თავშუად სულ ცუდ ხასიათზეა, იმიტომ რომ მაგას მეუბნებიან ხოლმე. რატო დებ ხა ეგეთ ვიდეოებს, რომ აი სულ ტირი. ან მედირება. რა ვქნე ხვიცი, ნო? და მოვიტყო, რომ აი ბედნიერესი ვარ, დავუშვად ვამბობ ამას. აი ჩემ მეგობრებიც მეტყვიან ხოლმე, აი რა გატირებსო? არ ტირი, მაგრამ ანუ არ ვარ კარგად, შესაბამისად ეხა ხო არ ვიცეკვე სტორებში. აი ეგეთ ხასიათზე ვარ, ამიტომ სოციალური ქსელი რაც უფრო დრო გადის, ჩემთვის უფრო ყალბია და ყალბი. შეიძლება თქვენთვისაც არ ვიცი, შეიძლება არ არის, მაგრამ ეს ჩემი აზრია, მაგიტო მაინტერესებს რამდენად ვიპოვით ერთმანეთს გავსი აზრის მქონე ადამიანები. ყველაზე მეტად სოციალურ ქსელში კიდე რაზე მეცინება იცით, რომ აი ინსტაგრამზე რომ ისეთი ადამიანები, აი დარწმუნებული ვარ, რომ ეხა ყველას ყავს ინსტაგრამზე ისეთი ადამიანები, ვინც ლებია გვინდა რომ წავშალოთ და აი ვერ წავშით, იმიტომ რომ რას იტყვის. Bro, why do we care? რატომ არ შეიძლება რომ წავშალო ისეთი ვიღაც, ვინც დაბადების დღესაც არ მილოცავს, ვინც არც მაინტერესებს თან დამიუთული ვყავარ, ჩემს თორებსაც არ ნახულობს, მაგრამ მე რომ 2005 წელს გავიცანი, აი ეხლა რომ წავშალო, რას იტყვის რომ აი შენ მე არ გაინტერესებ? აი რამდენი მიყავს ეგეთი იცი? მაგრამ თან ცუდი ანუ ის კი არ არის რომ ინსტაგრამზე რომ არ მყავხარ გამოწერილი ან არ ყავარ გამოწერილი იმას კი არ ნიშნავს რომ მან გეზიზღები ან შენთვის მე ცუდი ვარ ან რაღაც. უბრალოდ შენ ცხოვრებაში არ ვარ საერთოდ არ ვარსებობ, ამიტომ რატომ უნდა ყავდეს ან რატომ უნდა გაინტერესებდეს? კი, არიან საყვარელი ადამიანები, ვინებს გაინტერესებს, შეიძლება საზოგადოებრივ არიან წასულები ძალიან დიდი ხანია, მაგრამ კონტაქტიც გვაქვს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რატომ უნდა მყავდეს ინსტაგრამზე გამოწერილი ის, როგორც არის ჩემი მეგობრის ბიძაშვილის და ქალის მანიკურის სტილისტის ძმა.
ზუსტად ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სოციალური ქსელი ვაკეთებენ ისეთ რაღაცას, რომ აი ყველას დავანახოთ ძალიან კაი, რომ ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურია და ძალიან მაგარია. და ზუსტად ამის გამო სოციალური ქსელები მაფიქრებინებს ეგეთ რაღაცას. Too much. როგორც overthinker-ი ახლა ვფიქრობ, რომ ზედმეტად ნეგატიური ხوار ვარ ამ ვიდეოში, არ ვიცი რა გამოვა დაედიტების მიხედვით მივხვდები, მაგრამ ზედმეტად ნეგატიური ხوار ვარ, ან ისედაც დასტრესებულ დაუშვათ. ადამიანებს კიდე ხوار სტრესავთ, მაგრამ it's like my დღიური, სადაც რაღაც ჩანაწერებს ვაკეთებ და მინდა რომ ვუყურებდე ხოლმე დროთა განმავლობაში. შემდეგი თემა არის ასაკი. რატო ავირჩიე თემა ასაკი? ვარ 26 წლის, მალე მექნება დაბადების დღე და გავხდები 27-ის. ისეთ ასაკში ვარ, სადაც ძალიან ბევრი სტრესია. როგორც არის, ზოგადად რას ვაკეთებ ცხოვრებაში. აი სად ვარ? ახლა ვიცი სადაც ვარ, მაგრამ ზოგადად ცხოვრებაში სად ვარ? რა მინდა აი მაგალითთვის მინდა რომ გავაგრძელო მთელი ცხოვრება დავუშვათ კრეატორობა, ან რამე ბიზნესი დავიწყო, საზოგადოებრივ გადავიდე საცხოვრებლად, მაგისტრატურაზე ჩავაბარო, აზიაში წავიდე 3 თვით საცხოვრებლად, ან მთელი ცხოვრება ვიმოგზაურო, ბოლოს რომ ამბობ რომ ოჯახში ვქნა თქო მიყვარს ანუ. ყველა მეუბნება რომ და მეც ვიცი რომ მოსდევს ამ ასაკს, ამ ეს რაღაცებზე ფიქრი, მაგრამ ვისტრესები უკვე. საბოლოოდ მივყვები დინებას, მაგრამ ბოლო პერიოდია დაახლოებით 25 წლის ასაკიდან ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებ, რაც ერთმანეთთან საერთოდ კავშირში არ არის. აი მაგალითთვის ესპანეთში მინდა გადასვლა და ცხოვრება, მაგრამ ამასთან ერთად მინდა რომ ჩემს ქვეყანაში დავუშვათ დავიწყო რაღაც სერიოზული ბიზნესი და ვიმუშაო აქ. მაგრამ ამასთან ერთად გეგმაში მქონდა რომ წავსულიყავი აზიაში, თუნდაც მემოგზაურა 1 წელი. აჰა. აი მოდი ვაფშე დავუჯახდები. არ მინდა. ძალიან შურს ხოლმე რომ უყურებ ადამიანებს, რომლებმაც იციან რა შვებიან და რას აკეთებენ, მაგრამ შეიძლება არც იციან, იმიტომ რომ მაგასაც ხო საბოლოოდ სოციალური ქსელი დავუყურებ და მაგათი რასაც მანახებენ იმას ვხედავ. არ ვიცი. ვფიქრობ რაზე ვილაპარაკოთ, რა დავამატო მეტი არ ვიცი. თითქოს და რაღაცები რაც მინდოდა რომ მეთქვა ვილაპარაკე. და თუ ეს ვიდეო ავტვირთე და თქვენს მსგავსი სტილის ვიდეოები მოგეწონებათ, დამიწერეთ კომენტარებში რა თემებზე გინდათ რომ ვისაუბროთ და შეიძლება შემდეგ ვიდეოებში მარტო არ ვიყო და ვიყო სხვასთან ერთად, მეგობართან ან ვინმე ისეთ და ვინც ვინმე ისეთ ვინ უნდა იყოს ახლა ხო მეგობრებთან ერთად.